სამშვიდობის მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავიორის მაყურებელს და განსაკუთრებით სპორტისა და ფეხბურთის მოყვარულთ. ჩვენ ისევ ეთერში ვართ და დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება ძალიან საინტერესო ადამიანი, ფეხბურთელი, რომელსაც უკვე ნათქვამი აქვს ძალიან ბევრი ქართულ ფეხბურთში, არა მარტო საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც. ეს არის ადამიანი, რომელზეც ძალიან ბევრი ავანსი გაიცა თავის დროზე და შესაბამისად მე ვთვლი, რომ გიორგი არაბიძე სრულად ამართლებს იმ ავანსს, რომელიც იქნა გაცემული რამდენიმე წლის წინ. ჩვენ მოგვიწევს მასთან საუბარი ისეთ დეტალებზე, რომელზეც შესაძლოა არასოდეს არ უსაუბრია, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგის ზოგადად არ უყვარს ინტერვიუების მიცემა და მადლობა მას, რომ დაგვთანხმდა გადაცემაში მონაწილეობისათვის და შენ ძალიან საინტერესო დიდი ისტორია გაქვს და ბევრის მოუწვლელი გიო, რაც თავარია და მინდა შენთან საუბარი დავიწყო კითხვით, შეიძლებოდა თუ არა, რომ დღეს გიორგი არაბიძე სხვაგან უფრო მაღალ დონეზე ყოფილიყო, ვიდრე დღეს არის. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება კითხვას, რა თქმა უნდა შეიძლებოდა, მაგრამ შენ ესე ანუ მარტო ჩემ თავზე არ იყო ეს ყველაფერი დამოკიდებული, იყო ხელის შემშლელი გარემო ფაქტორები, რამაც სიტყვაზე რაც მქონდა ის მიზანი რომ იმეღწია, ცოტა ხელი შემიშალა. მოდი ამ მიზეზებზე ვისაუბრო, ჩვენ დრო გვაქვს და შესაბამისად ინტერესი ძალიან დიდია, ზოგადად შენი პერსონის ირგვლივ არის ძალიან დიდი ინტერესი, იმიტომ რომ როგორც უკვე აღვნიშნე, შენ არ მიეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და შესაბამისად შენთან ინტერვიუ ერთგვარი ფუფუნებაც არის. მიზეზები რა იყო, თავადაც ახსენე, რა იყო ხელის შემშლელი პირობები, აი რა შეგიძლია რომ ხაზი გაუსვა ამ კუთხით. რა ვიცი, ყველაზე დიდი ხელის შემშლელი იყო ტრავმები. ანუ ტრავმები ზოგადად არ მაწუხებს, არ ვარ ტრავმიანი, მაგრამ ორი ისეთი ტრავმა მქონდა, რაც დაახლოებით წელიწადი და 3 თვე გამისდა, თან ამას დაემატა მამის გარდაცვალება და მქონდა პერიოდი არა ფიზიკურიც, მაგრამ უფრო მენტალური, რომ აი რაღაცა თითქოს ის დავკარგე ხალისი ფეხბურთის თამაშის და ეგ იყო ყველაზე დიდი მიზეზი იმის, რატომაც ჩამოვედი საქართველოში, რომ გამეგზელებინა ფეხბურთი, მინდოდა რომ ეს დამეჭირა ისე რაც დაკარგული მქონდა ფსიქოლოგიურად, ნაკლებად ყოფილიყავი ჩემ თავში ჩაკეტილი და ნაკლებად მეფიქრა იმ პრობლემებზე, რასაც ესე ვთქვათ, ვერ უშველიდი. და დამებრუნებინა ის ხალისი და ისევ გამეგზელებინა ისე როგორც მანამდე ვიყავი და ეს დაჭირდა ამას დრო დაახლოებით 2 წელიწად-ნახევარი, მაგრამ გადავლახე და მივედი იქამდე ჩემი საყვარელი ადამიანების დახმარებით, ოჯახის დახმარებით, მეგობრების, მაგაცების, რომ აი ისეთი ყოფილიყავი, როგორც მანამდე ვიყავი და უკეთესი. კი ბატონო, ტრავმები სპორტსმენის შემადგენელი ნაწილია და ეს ბუნებრივია, ამის გარეშე ალბათ არ არსებობს დედამიწის ზურგზე არც ერთ სახეობაში სპორტსმენი, რომელსაც აი ეს ტრავმიანობა არ გაუვლია, მაგრამ შენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან დეტალს გაუსვი ხაზი, რაც ეხება მამაშენის თემას და მინდა მის როლზე კითხო შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი თუ რა დონეზე იყო ჩართული იქამდე სანამ შენ გვერდში იყო. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი როლი ჰქონდა, ანუ ჩვენ არ ვიყავით მარტო, არ ჰქონდა ის ურთიერთობა, რომ აი მამაშვილის და რაღაც ჰქონდა ძმაკაცური ურთიერთობა, მეგობრული და მარტო მშობელი არ დამიკარგია, დავკარგე ყველაზე ახლო ადამიანი, ძმაკაცი ასე ვთქვათ, მშობელიც რა თქმა უნდა და ძალიან დიდი ტრავმა იყო, ამის მერე წავედი პორტუგალიაში, მარტო ოჯახი დავტოვე და ისე ფეხბურთი უნდა მეთამაშა და ეს ფსიქოლოგიური რაღაცა ისინი ადრეულ ასაკში ისთვისაც არ ვიყავი მზად არ ვიყავი, დამჭირდა ამისთვის დრო და იყო პერიოდი, როცა ნაკლებად ფიქრობდი ფეხბურთზე და ფიქრობდი უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე, რასაც ვერ უშველიდი, მაგრამ რო არ ხარ ადამიანი მზად არ იცი როგორ უნდა გააგრძელო რაღაცა, სანამ შენ თავის ძალას არ იპოვი, გადალახავ და ამ ყველაფერს სჭირდება დრო. ეს ყველაფერი ახდენდა თუ არა გავლენას და ახდენდა თუ არა შენ ის რომ ბუნებრივია შინაგანი განწყობიდან გამომდინარეობს ყველაფერი და თავისთავად ცხადია ეს გავლენას იქონიებდა მინდორზეც იგივე ვარჯიშების და განსაკუთრებით თამაშების დროს რაც
რეალურად ალბათ ძალიან დიდი შემაფერხებელი იყო წინსვლაში. კი, სპორტსმენი როცა ფსიქოლოგიურად არ არის მზად და მარტო თავის საქმეზე არ ფიქრობს და აქვს კიდევ ბევრი საფიქრალი, რა თქმა უნდა, მაგ დროს სპორტი ვეღარ არის პირველხარისხოვანი, გადმოდის მეორე ან მესამე ხარისხოვანი და შენ 100%-ით ვერ აკეთებთ იმას, რაც უნდა გააკეთო და ასე ვთქვათ, ვერ ვითარდები, ვერ მიდიხარ წინ. კი, იყო ეს რაღაცა პერიოდი გაგრძელდა, მაგრამ ესე ვთქვათ, ძალიან დიდი რა ვიცი, როლი იქონია ყველაფერმა ჩემს ცხოვრებაში, ესე ვთქვათ, მამაჩემის გარდაცვალების მერე სულ სხვა ადამიანი გავხდი, ასე ვთქვათ, გავიზარდე ფსიქოლოგიურად და ისე სხვა თვალით დავიწყე ბევრ რაღაცაზე ყურება, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ავიღე, როგორც რა თქმა უნდა. ჩემს საქმეში, რა თქმა უნდა, ბოლომდე ასევე ოჯახის მიმართ და საყვარელი ადამიანების მიმართ და ასე ვთქვათ, სულ სხვა ადამიანი გავხდი და ამის შემდეგ, როცა ეს ყველაფერი გადავლახე, დავიწყე წინსვლა, იმიტომ რომ მანამდე რა შეცდომების დამიშვე და რასაც და რაღაცებს, რასაც სხვა თვალით უყურებდი, დავიწყე სხვა თვალით შეხედვა. და რეალურად ეს მთელი ეს პერიოდი ყველაფერი გადადიოდა დედაშენზე. კი. მანამდეც მამაჩემი თითქმის წასული იყო, მაგრამ ბოლო 5 წელი იყო ჩვენთან ერთად, როცა ჩამოვიდა და მანამდეც და მაგის მერეც უფრო ხო დედაჩემი არის ხოლმე აქეთ მე წასულ ხანსად ვარ ხანსად და მე არ მაქვს ფიზიკურად იმის საშუალება რომ ისეთი რაღაცები გავაკეთო რასაც დედაჩემი აკეთებს, იმიტომ რომ მე მაგ ჩემი საქმე დაკავებული ვარ და ასე ვთქვათ. კი, თუმცა მე რამდენადაც ვიცი, დედაშენი ძალიან ჩართულია ზოგადად ჩემ კარიერაში, რა თქმა უნდა, თუნდაც აი იმ დეტალიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენ უკვე ისაუბრე. კი, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რა თქმა უნდა, ფეხბურთზე როცა დავიწყე სიავლე ეს პერიოდი, როცა გავიარე და ეს პრობლემები ყველაფერი, აი ოჯახი მაგიტო ვახსენე, რომ დედაჩემს დავყავდი, ასე ვთქვათ, ფეხბურთზეც პატარაობიდან და მერეც ამ ყველაფრის გადალახვაში დედაჩემი დამეხმარა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად. მამის გარდაცვალებას მინდა დავუბრუნდე ისევ ამ თემას და მინდა კითხო, შეიძლება შენ საერთოდ არ გისაუბრია ამ თემაზე, არ ვიცი, ალბათ არსებობს რაღაც დეტალები, მალე ამოვწურავ ამ თემასაც. არსებობს რაღაც ისეთი დეტალები, რომელზეც ხაზი არ გაგისვიო თქო სხვა ინტერვიუებში, მაგრამ მინდა კითხო, შენ თვითონ შენი შეგრძნებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად შენთვის რა მიმართულებით იქონია გავლენა ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ? აუს ყველა მხრივ რა, ესე კონკრეტული, იმიტომ რომ წეღანას თქვი ისეთი ურთიერთობა გქონდა, რომ მართლა ყველაფერში იმედი მქონდა და ყველაფერში გვერდში მედგა და აი, რა ვიცი, კარიერული თვალსაზრისითაც, ისე და ცხოვრებისეული თვალსაზრისითაც ყველაფერში ვირძენი ეს დანაკლისი, მაგრამ ეს კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ როცა არ ელოდები და უცებ ხდება ეს ყველაფერი, ორმაგად და სამაგად მეტად რთული არის. და ბოლო კითხვას დავსვამ ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს რომ შენს გვერდში იყოს, იქნებოდა თუ არა გიორგი არაბიძე სხვა რეალობაში, როგორ ფიქრობ? სხვა კარიერულ თვალსაზრისით არ ვიცი, იმიტომ რომ ხვალდაზე კარიერა ისეთი რაღაცა არის, ხვალდაზე რა იქნება, შენ ვერ წვეთ, იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება სწორი ნაბიჯი გეგონოს და არასწორი აღმოჩნდეს ამ პირიქით და ცხოვრებისეულ თვალსაზრისით კი, იმიტომ რომ ვფიქრობ, ნაკლებ შეცდომას დავუშვებდი ცხოვრებაში. ალბათ როგორც ყველა ნორმალური ადამიანი იფიქრებს. კი, ყველა, რასაკვირველი, აბსოლუტურად გეთანხმები. გიო, მინდა კითხო ხელისშემშლელ პირობებზე და შენ ხაზი გაუსვი, რომ ეს ხელისშემშლელი პირობები ყველაზე მეტწილად იყო ტრაუმიანობა, თუმცა არსებობს ტრავმები, რომლებიც სწრაფად იკურნება და შესაბამისად რეაბილიტაციაც უფრო სწრაფად ხდება. შენთვის რატო იყო აი ესეთი მტკივნეული? მე ვგულისხმობ, ანუ თვითონ ის ტრავმის ეპიზოდი გასაგებია და იქიდან გამოწვეული პაუზა ალბათ და რეაბილიტაცია. ჩემთვის იმიტომ იყო ორმაგად რთული, რომ მე არ ვიყავი ტრავმიანობას მიჩვეული. საერთოდ ტრავმა არ მქონია ისეთი, როცა ეხა არ ვიძახი 1 კვირიან და 10 დღიანზე, როცა ეს დიდი პერიოდი უწდება ფეხბურთელს და რაღაცა ესე შოკის მაგვარი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ როცა მითხრას რომ 8 თვე უნდა დამესვენა და საერთოდ ფეხბურთი ვერ მეთამაშა და ეს პერიოდი თავიდან ვერ ვგზნობდი, მაგრამ მე უკვე რო გავიდა 1 თვე, თვენახევარი და რო უყურებდი ამ ყველაფერს და ფეხბურთის თამაში არ შემეძლო, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა იყო ჩემთვის. ნუ შემდეგ დავიწყე, რა თქმა უნდა, შევეგუე ამ ყველაფერს, დავიწყე ისევ ახლიდან, იმიტომ რომ ფეხბურთელი როცა მოქმედ ფეხბურთელი 1 წელი დაახლოებით ისვენებს,
ძალიან დიდ დროს კარგავს რა, ასე ვთქვათ, რაც გაუკეთებია, ასე ვთქვათ, ბოლო 2 და 3 წლის განმავლობაში სუთავიდან უნდა დაიწყოს. ნუ ამას ემატება ალბათ წონის მატებაც ხო ბუნებრივია და ჩოვლებრივი ამბავია. ბოლო 2 კვირა, 3 კვირა მომცეს იმის უფლება, რომ რაღაცა ფეხი მევარჯიშა და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ ყველაფერი არ იყო მალე დავალაგე წონის პრობლემა, იმიტომ რომ ეგ შემდეგ ისევ ტრავმას იწვევს ახალს, თუ მზად არ გაქვს ორგანიზმი. დავიწყე მე შემდეგ გავიკეთე მეორე ოპერაცია, როცა რუსეთში თამაშობდი. რაღაცა ნაწილი დარჩათ ფეხში და ის ამოვიღე, მაგაზეც 2 თვე დავისვენე და ამის შემდეგ უკვე იყო ეს ტორპედოს პერიოდი. სადაც უკვე აი გარემო ფაქტორებს და რაღაცებს საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევდი, მქონდა ერთი მიზანი, რომ ისევ დაბრუნებულიყავი მინიმუმ ისეთი, როგორიც ვიყავი ტრავმამდე და ჩემ თავს თხოვდი 2-ჯერ და 3-ჯერ მეტს ვიდრე მანამდე. და ამიტომ აღვნიშნე წეღანაც, რომ ბევრმა ფაქტორმა იქონია ის გავლენა ჩემზე, რომ სულ სხვა თვალით შემიხედა რაღაცებს და სხვანაირი აზროვნება და ფიქრი დამიწყო ამა თუ იმ საკითხზე. რა თქმა უნდა პოზიტიური კუთხით. კი, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ტორპედო ახსენე, ტორპედოს პერიოდი მე მახსოვს და შენს მიერ ჩატარებული უმაღლეს დონეზე ჩატარებული თამაშები, ძალიან მაგარი გოლები და სტაბილურობა, რაც ალბათ ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც მე ვიცი რომ შენ გაქვს ტრავმა, რომელიც სახვევის გარეშე მინდორზე გასვლა გეგრძალება, გინდა ვარჯიშზე, გინდა თამაშზე. კი. ანუ დამიტოვა ისეთი შიშები, მაგის შემდეგ კიდე 2-ჯერ ნაკერი გამეხსნა, იმიტომ რომ არ დავიფიქსირე, არ ვიყავი მიჩვეული, მაგრამ ნუ ისე მოხდა, რომ ეს ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, თორე ვერ ვითამაშებდი. რა თქმა უნდა, შევეგუე, ეგ ჩვეულებრივი მოვლენა არის. ტორპედოში მქონდა კი კარგი პერიოდი, მილან მადლობა გადაუხადო კახაჩხეტიანს, სტივკინის, გია ცეცაძეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვინც მენდო გვერდში დამიდგა ამ დროის განმავლობაში და ფეხბურთელისთვის ზოგადად სულ მაგას ვიძახი ხოლმე, გამართლება არ არის, რომ სადღაც რომ მოხვდე, გამართლება არის, ვინ დაგხვდება იქ, როგორ გენდობა და რამდენად გიცნობს და გაიცნობს იმას, რაც შენ შეგიძლია, რომ შენ 100% გააკეთო სტადიონზე. ყველა ფეხბურთელი ერთნაირი არ არის. მაგრამ მე აი წვრთნელთან დაკავშირებით, რომელიც წვრთნელის მენდობა იმასთან 100%-ით ვაკეთებ მოედანზე ჩემს საქმეს და რაც შემიძლია იმას. ხო და ეს ძალიან კაი პერიოდი იყო, რა თქმა უნდა, სტაბილურობა, იმიტომ სტაბილურობა თავის მოვლის გარეშე არ გამოდის. ტონუსში ყოფნა და რა ვიცი, ტორპედომ ძალიან დიდი როლი იქონია იმაში, სადაც დღეს ვარ. კი ბატონო, რახან საკლუბო ფეხბურთს შევეხეთ, ჩვენ სანაკრებოზეც ვისაუბრებთ, აუცილებლად მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ მექნება რა თქმა უნდა კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არაბიძის ირგვლივ ბევრია საუბარი სანაკრებო დონეზე, თუ რატომ არ ეძახიან მას ნაკრებში და სავსებით ლოგიკურია, მით უფრო მის მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული სეზონებიდან გამომდინარე და ეს კითხვის ნიშნები იქნება იქამდე სანამ მას არ მიეცემა საშუალება ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის და მე ღრმად ვწამს რომ ეს დღე აუცილებლად ძალიან მალე მოვა. მაგრამ ვიდრე ნაკრებს დავიწყებდი საუბარს, გიო, მინდა კითხო საკლუბო ფეხბურთზე და შენთვის ყველაზე მოდი ასე ვთქვათ კომფორტული კლუბი. სად გზნობდა გიორგი არაბიძე თავს ბედნიერად და კარგად, აი ისე როგორც თევზი წყალში მაგალითად საკლუბო დონეზე. შახტარი და ტორპედო ქუთაისი, ალბათ ესე ვიტყვი. შახტარმა რა მოგცა? შახტარმა მომცა პირველ რიგში, შახტარი იყო პირველ გუნდი, როცა წავედი, ანუ საზღვარგარეთ ესე ვთქვათ, ვიყავი 16 წლის ვიყავი, რომ წავედი პატარა ასაკში, მანამდე საქართველოს ჩემპიონატს თამაშობდი, მომცა გამოცდილება, სულ სხვა თვალით შევხედე იმ ყველაფერს, ანუ მეგონა ისე იყოს სწორი, როგორც საქართველოში ხდებოდა, იმიტომ რომ ეგრე ვიყავი მიჩვეული. იქ დავინახე სულ სხვა მიდგომა, იმიტომ რომ შახტარი არ არის პატარა გუნდი, დიდი გუნდია და მაგ დროს ბევრად დიდი გუნდი იყო ვიდრე ახლა სიტყვაზე, იმიტომ რომ ბევრი ლეგიონერი თამაშობდა, ჩემპიონატის დონეც უფრო მაღალი იყო, ეხლა რაღაცა მიზეზების გამო ყველამ ვიცით, რომ ჩემპიონატის დონე ისეთი არ არის. გამოცდილება მომცა, მიდგომა, როგორ უნდა მიუდგე საქმეს და მეტად ჩამომაყალიბა პროფესიონალად. მქონდა კარგი პერიოდი 16-17 წელს ასაკში, მაგის შემდეგ იყო ეროვნული ნაკრებიც, ყველაფერი, მაგრამ მერე იყო ისეთი პერიოდი, როცა მწვრთნელი მოვიდა და ყველა მწვრთნელი ერთნაირად არ ფიქრობს, ყავდა მიშა ლუჩესკუ, რომელიც
ყველა ფეხბურთელს ასე ვთქვათ შანსს აძლევდა, ხედავდა ის ქონდა პერსპექტივა მომავალში და მოვიდა მწვრთნელი, რომელიც მხოლოდ შედეგზე იყო ორიენტირებული და ასე ვთქვათ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს არ აძლევდა. მაშინ ვიყავი 19-18 წლის, იყო კიდე ფეხბურთელები, კოვალენკო მაგალითად, რომელიც ავანტაჟს წავიდა. ხო და ყოველთვის მქონდა და დღესაც ეგრე ვარ, რომ ყოველთვის მინდა თამაში და არ არის ჩემთვის რაღაცა ან მატერიალური მდგომარეობა, ან რაღაცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი ამის გამო მე გავჩერდე, ან გავჩუმდე და შევეგო იმას, თუ მე იმდენი დრო არ მეძლევა, რამდენიც ჩემთვის მისაღები არის. ამიტომ იყო ეს ბევრი კლუბების ცვლაც, სადაც არ ამეწყობოდა, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ისეთ გუნდში გადავსულიყავი, სადაც მექნებოდა თამაშის. ეს ბუნებრივია ხასიათზეც მოქმედებდა ხო თავის დავაცხადია. ანუ არ ვიცი ხა სხვა ფეხბურთელი, მაგრამ მე არ ვარ ის ფეხბურთელი, რომელიც იმას შეეგუება, რომ სკამზე იჯდეს. კი ბატონო. შახტარს ახან შევეხეთ, შახტარი საკმაოდ საინტერესო პერიოდი იყო და ეს იყო პერიოდი თავადაც ხაზი გაუსვი. ჯერ ყველაფერს თავი დავანებოთ სანაკრებო ასაკობრივი ნაკრებები იყო, ეროვნული ნაკრები. ზოგადად ჩვენთვის, ანუ ამას ხო ფეხბურთელის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი სწორედ ნაკრებია და მოდი ასაკობრივებს შევეხოთ ჯერ, იმიტომ რომ პარალელურ რეჟიმში მიდიოდა მთელი კარიერის ყველა ასაკობრივ გუნდში გაქვს ნათამაშები. ორ-ორჯერ. ხო. ხო, კი, რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რომ ეროვნული ნაკრების მაისური მოირგოს და ასე ვთქვათ, ორმაგი და სამაგი პასუხისმგებლობაა, როცა შენ თავს არ ეკუთვნი და არც შენ თავისთვის თამაშობ და არც ვიღაცისთვის თამაშობ, ქვეყნისთვის, ქვეყნის სახელისთვის. და ჩემთვის ყოველთვის ორმაგად სასიხარულო იყო და რაღაცა სულ სხვა ემოციას იწვევდა ჩემში, როცა ნაკრებში მიძახებდნენ, გინდა ასაკობრივი, გინდა ეროვნულ ნაკრებში ხო საერთოდ და ნაიცი განსაკუთრებული გზნობა იყო ჩემთვის და დღესაც ესე ვარ, როცა თუ მომეცემა შანსი ეროვნულ ნაკრებში ეგ ჩემზე არ არის მარტო დამოკიდებული ვიქნები თუ არა, რა თქმა უნდა 100%-ით დავიხარჯები, იმიტომ რომ ყველა ნორმალურ ადამიანს უყვარს თავისი ქვეყანა და რითიც შეგიძლია დაეხმარო თავი არ უნდა დაზღვე. მოდი, რახან ესე რაღაცა მექანიკურად გადავეწყეთ ამ ეროვნულ ნაკრებზე, აუცილებლად მინდა კითხო და აბსოლუტურად გეთანხმები ნებისმიერი სპორტსმენის, ნებისმიერ გუნდურ სათამაშო სახეობებში უმთავრესი არის ეროვნული ნაკრები. მოდი გულწრფელად მითხარი, მე მაქვს ჩემი შეხედულება ამ მიმართულებით და არაერთხელ დავიფიქსირებია, უბრალოდ მაინტერესებს შენი მოსაზრება, გქონია თუ არა იმის შეგრძნება, რომ შენ იმსახურებდი ნაკრებში ყოფნას და არ გეძლეოდა ამის საშუალება. აი ბოლო სეზონებიდან გამომდინარე, თუნდაც იგივე ტორპედოში ყოფნის დროიდან გამომდინარე. აი შეიძლება სადღაც სიმართლე გითხრათ, ბევრს არ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ეს არაფერს არ ცვლიდა და ბევრი ფიქრი ამ ყველაფერზე ისეთ რაღაცებზე, რაც უბრალოდ როგორ ვთქვა, შენ ვერ ცვლი ვერაფერს, იქნება ისე თუ არ იქნება, უბრალოდ გრძნობდი იმას, რომ ეს ამ ყველაფერზე ფიქრი, არა მარტო ნაკრებზე, არამედ სხვა ისეთ განვიერ ფაქტორებზე ფიქრი შემიშლი და აი იმ სტაბილურობაში, რაც წეღო თქვით, რომ ყველა თამაშზე მე 100%-ით გამეკეთებინა ის, რაც შემიძლია. შეიძლება მიფიქრია კიდეც რაღაცა, მაგრამ არ ყოფილა ეს, რომ აი რატო ხდება ესე ან რაღაც მსგავსი. აი იქ არის ადამიანები, ვისაც ყველას პატივს და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. ისე კი ბევრი იყო საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით და სხვათა შორის ბევრი ვარაუდიც გამოითქვა, ზოგს თავისი ეჭვი და მოსაზრება ჰქონდა თუ რა იყო მიზეზი იმისა, რომ გიორგი არაბიძეს არ ეძახდნენ ეროვნულ გუნდში. მე არ ვიცი და არ ჩავალ ამ სიღრმეებში, შენ თუ შეგიძლია რაიმე კომენტარის გაკეთება, სიამოვნებით მოგისმენ, მეც და გულშემატკივარიც, იმიტომ რომ რაღაცა დაუსრულებელი თემაა და ამოუწურავი ჩემი აზრით. ხო, რა ვიცი, ხო ვიღაცა შეიძლება ფიქრობს, რომ ეს სპეციალურად ხდება, ვიღაცა შეიძლება ფიქრობს, რომ მე რაღაც კონფლიქტი მაქვს ვინმესთან, არანაირი კონფლიქტი არ მაქვს არავისთან, ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ყველას პატივს ვცემ, ანალოგიურად მეც პატივს ვცემენ, ეს არის სუფთა სპორტული შეხედულება, არის მწვრთნელი, რომელიც სიტყვაზე მე არ მიცნობს და იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის და ეს ამ ჩარჩოებს და ფარგლებს არ ცდება ეს ყველაფერი, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ რაღაც ამ პოლიტიკური შეხედულება, იმიტომ რომ მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არასდროს განცხადებებს და ასე შემდეგ არ ვაკეთებ. ვიღაცასთან შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ მე კონფლიქტი მაქვს და ეს სპეციალურად ხდება, მსგავსი რამე არ არის, არავინ არ დაიჯეროს. უბრალოდ არის ის, რა ვთქვი.
კი ბატონო, სანაკრებო თემატიკასთან დაკავშირებით კიდე ერთ კითხვას დავსვავ და შემდეგ გადავიდეთ სხვა თემაზე. იყო აი სწორედ იმ განწყობა მაინტერესებს შენი, იმიტომ რომ იყო ერთი განსაკუთრებულად ერთი პერიოდი, როდესაც თუნდაც გულშემატკივარი ითხოვდა გიორგი არაბიძის ნაკრებში გამოჩენას, თუნდაც ამ ხანაგურ შეხვედრებში რომ შენ მოგცემოდა შესაძლებლობა და ეს მე არ ვიცი, მე მქონდა მოლოდინი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანურად ალბათ შენც ქონდა გარკვეული მოლოდინი, რომ სიაში უნდა ყოფილიყავ, მაგრამ როცა არ აღმოჩნდი ამ სიაში, შენთვის ეს იყო გარკვეულწილად რაღაცა არაფერია. არანაირი რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემზე გავლენა არ უქონია, რომ მე ან ტემპი დამეგდო, ან мотиваცია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გულშემატკივრისგან ვცნობდი ამ მხარდაჭერას, ვცნობდი თანადგომას, რაც ძალიან მიხარია და ყველა სპორტსმენისთვის ესე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივარი, ზოგადად გულშემატკივრის გარეშე სპორტი არაფერი არ არის. მაგრამ ესე რომ ვთქვათ, რომ ამ იმედგაცრუება ალბათ ეგრე ფიქრობ, ხო? იმედგაცრუება ჩემთვის არ ყოფილა ეგ, იმიტომ რომ ვიცი, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, მე ვარ ფეხბურთელი, პროფესიონალი სპორტსმენი და იმ ფაქტსაც და ამ ფაქტსაც უყურებ ერთნაირად. კი ბატონო, ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ გიორგი არაბიძეს თავისებური ხასიათი აქვს, გარკვეულწილად. კი, მე გაზედმიწევნით კარგად ვიცი შენი ხასიათი, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ხوار დავიწყებ საუბარ ხასიათზე. ამიტომ მირჩევნია შენ გააკეთო კომენტარი, რაში გამოიხატება ეს თავისებურება და სიჯიუტე სხვათა შორის ამავდროულად. რა ვიცი, ყველა ადამიანი ზოგადად თავისებური არის. აი ხა მეც ჩემებური ვარ, რაღაცებს შეიძლება ისე არ უყურებდე, როგორც სხვა უყურებს და იმისთვის მე ვიყო ან კაი ხასიათის მქონე, ან ცუდი ხასიათის მქონე, იმიტომ რომ ისე არ ვფიქრობ, როგორც ის. ზოგადად ვერ ვეგუები და არ შემიძლია უსამართლობასთან შეგუება, როცა ვხედავ რაღაც არასწორია და მე იმ მომენტში ვიმყოფები, ვივიძახი ფეხბურთის კლუბი იქნება თუ რა თქმა უნდა. რა იქნება, ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემ აზრს, რომ ეს ესე არ არის და ხო ეს სიმართლის თქვენლი ბევრს არ მოწონს და არიან ძალიან ბევრი ფეხბურთელი, ვინც ადგილის გამო და რაღაცის გამო სიმართლეს არ იძახიან და იმ ყველაფერს ეგუებიან, რაც მის გარშემო ტრიალებს. ალბათ ამიტომ რა ვიცი, ვიღაცა ფიქრობს, რომ ცუდი ხასიათი მაქვს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, მე უფრო სიმართლეს ვეძახი მაგას, სიმართლის ვთქმელ ადამიანს და ზოგადად ცხოვრებაშიც ისეთ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, ვისაც რა ვიცი, დასამალი არაფერი არ აქვს ჩემთან, ყოველთვის სიმართლეს ვეუბნება, კაი იქნება, ცუდი იქნება, საწყენი იქნება ჩემთვის თუ არა და არ მიყვარს ისეთ ხალხთან ურთიერთობა, ვინც აი რაღაცის გამო სიმართლეს არ იძახის. ანგარების გამო. ცოტა სხვაგან გადავედი, მაგრამ არა, აბსოლუტურად სწორი მიმართულებით მიდიხარ. მე ყოველთვის მირჩენია ესე რომ ვთქვათ, სიმართლის თქმა, ალბათ ამიტომ რა ვიცი, ცუდი ხასიათი თუ მაქვს ფონდეს. კი ბატონო, თუ ეს ითვლება ცუდ ხასიათად, მე ამაში ვერ დავეთანხმები, თუმცა აბსოლუტურად თავისებური ხასიათი რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს, იმიტომ რომ ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს, ყველა ინდივიდუალური არის და ამა თუ იმ საკითხს ყველა სხვადასხვანაირად უყურებს. თუმცა გეტყვი, რომ აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერს და არსად არ გადასულ ხარ, ზუსტად სწორი მიმართულებით წახვედი, უბრალოდ ერთს ვიტყვი ჩემი მხრივ, რომ გიო, ეს არ არის მარტო, არ ხდება მარტო ფეხბურთში, როდესაც ადამიანები ანგარებით აკეთებენ და მე ვთვლი, რომ თუ კი ამ შემთხვევაში არ ვიცი საფეხბურთო კლუბი იქნება ტელევიზია თუ ნების ქარხანა თუ ფაბრიკა მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც მე სადღაც ვიღაცის ინტერესს ვიცავ, მე ვთვლი, რომ რაღაცას მოჭიდებული არ უნდა ვიყო, როგორც წყალწაღებული ხავს, არამედ იმ ადამიანთან ურთიერთობა უნდა მქონდეს იმ კუთხით, რომ უთხრა, რომ ეს არის სწორი და ეს არის არასწორი. თუ ეს ვინმეს არ მოსწონს, ეს მისი უბედურებაა. მე იმიტომ აღვნიშნე ფეხბურთი, იმიტომ რომ მე ძირითადად ფეხბურთში მაქვს შეხება, რა თქმა უნდა, ფეხბურთის გარეთაც, მაგრამ ეს სპორტები გულისხმობ ამ შემთხვევაში. ხო და რა ვიცი, სიმართლის გარეშე ურთიერთობასაც აზრი არ აქვს, ეს საწყენი იქნება თუ სასიხარულო, როცა ერთმანეთს რაღაცას ვეუბნებ. აბსოლუტურად გეთანხმები და მოყვები ყველაფერში. უსამართლობა ახსენე შენ, რომ არ გიყვარს უსამართლობა და შესაბამისად აბსოლუტურად ყველა ნორმალური ადამიანის ბუნებაში უნდა იყოს ეს წარმოუდგენელია უსამართლობასთან შეგუება, მაგრამ მინდა კონკრეტულად შენ კითხო, შენ კარიერაზე კითხო, რამდენად მრავლად გქონია შეხება უსამართლობასთან, რაც პირადად შენ საკუთარ თავზე გიგრძნო. კი, ძალიან ბევრჯერ იყო, რა ვიცი, შენ ციცი ეგ, მაგრამ ვიტყვი, რომ აი პატარაობიდან დაწყებული, აი ასაკობრივი ნაკრებებიდან
ხაცეები ძალიან ბევრი უსამართლობა იყო ჩემს მიმართ, იმიტომ რომ სპორტში ყოველთვის ვიყავი მარტო, არავის და არასდროს არავის იმედზე არ ყოფილვარ, ესე რომ ვთქვათ, არასდროს. ან ადგილის მხრივ, ან ადგილის შენარჩუნების მხრივ, ან სადღაც მოხვედრის მხრივ, ყოველთვის ვიყავი მარტო, ჩემ თავზე დამოკიდებული, ბევრი უსამართლობა ყოფილა, თავიდან ამას ცოტა ჩემგან რეაქციები ჰქონდა, ანუ პატარა როცა ვიყავი, იმიტომ რომ მიუჩვეველი ვიყავი ამ ყველაფერს, ფეხბურთს თამაშობდი, იმიტომ რომ მქონდა ფეხბურთ სიამოვნებდა და როცა მაგას ყოველთვის ვიძახი, რომ ფეხბურთისგან როცა სიამოვნებას ვეღარ მივიღებ, იმ დღესვე დავანებებ ფეხბურთის თამაშს თავს. შემდეგ როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ფეხბურთი სულ სხვა რაღაცა არ არის მარტო ის, რომ შენ გადადიხარ ფეხბურთს თამაშობ, 1000 რაღაც დეტალი არის ეს ყველაფერი, ანუ რატო ვიძახი, თუ ფსიქოლოგიურად ესე ვთქვათ, რკინა თუ არ ხარ, ძალიან გაგიჭირდება ამ სპორტში რა და ამ ყველაფერს როცა მივხვდი, მაგის შემდეგ გინდეს უსამართლობა, ცუდი მოქცევა და ასე შემდეგ სხვადასხვა ადამიანებისგან ჩემთვის გახდა სულ ერთი, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მე უბრალოდ ხელს შემიშლიდა და მე ამაში ვერაფერს ვერ შევცვლიდი. მე უნდა მეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად შემიძლია და ამ ყველაფრით გამეცა ამ ადამიანებზე პასუხი, ანუ ვიძახი მოედანზე. ანუ რეალურად მე როგორც გავიგე, მოდი ესე ვთქვათ, რომ უსამართლობაც ამ შემთხვევაში შენთვის არის ის ერთ-ერთი გარე ფაქტორი, რომელმაც შენ ხელი არ უნდა შეგიშალოს, რეაქცია თავისთავად ცხადია გექნება, მაგრამ ამას არ უნდა მიენიჭოს ის იმხელა ყურადღება და უპირატესობა, რომ შენ უმთავრეს საქმეში ხელი შეგეშალოს. რეაქცია რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს ამა თუ იმ საკითხზე, რაც მის თავს ხდება, კი არა და ზოგადად რაც ხდება და ასაც უყურებ, მაგრამ თავარი რა არის, ეგ უნდა იცოდე რა გინდა და როცა იცი რა გინდა, არაფერს არ მიცემ მის უფლებას, რომ შენ დაგაზიანოს და ხელი შეგიშალოს. ერთ-ერთი არის ეს, რაზეც ახლა ველაპარაკ. კი ბატონო, ნელ-ნელა დასასრულისკენ უნდა წავიდე, ძალიან სწრაფად გადის ნახევარი საათი და აუცილებლად მინდა კითხო, დღეს ბედნიერია თუ არა საფეხბურთო ცხოვრებით გიორგი არაბიძე? კი, ბედნიერი ვარ, როგორც საფეხბურთო ცხოვრებით, ასევე ფეხბურთის გარეთაც. კი ბატონო და მინდა კითხო ზოგადად შენი ამოცანის და მიზნის შესახებ, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად, ჩემთვის უმთავრესია, ერთ-ერთი უმთავრესი შენთან მიმართებაში ის არის, რომ მე უბრალოდ მინდა გიხილო ეროვნული ნაკრების მაისური ჰიმნზე და რასაკვირველია, ამას ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება შენზე მეტად დარწმუნებული ვიყო შენ წარმატებულ თამაშში. ამ ყველაფერს რა ვიცი, რო გაჩვენებს, ესე მე არ შემიძლია ლაპარაკი, ან ისე იქნება, ან ესე იქნება, მაგრამ მე ყოველთვის გავაკეთებ მაქსიმუმს, რაც მე შემიძლია. ვეცდები ყოველ შემთხვევაში რამდენად გამოვა, არ გამოვა, ეს გამოჩნდება და სულ ეგრე ვიყავი და ეგრე ვიქნები მომავალშიც. ძალიან დიდი მადლობა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და მე პირველ რიგში გისურვებ შენ ჯანმრთელობა, შენი ტრავმიანობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გაუფრთხილდი იმას, რაც გაწუხებს და გაწუხებს აღარ მაწუხებს სხვადასხვა. თუ მიეჩვია. აი ხანია უკვე, ანუ ის პერიოდი რაც გადავლახე, ეს ტრავმა ერთიანად მოვირჩინე და იმის მერე საერთოდ ტრავმა აღარ მქონია. ძალიან კარგი, მაგაზე უკეთესი რა არის, იმიტომ რომ ტრავმა სპორტსმენის ცხოვრებაში ერთ-ერთი თუ მომივიდა ტრავმა შენ დაგაბრალებ. მაინდა-მაინც მე უნდა დამაბრალო, ხო? და ნაკრებში რო გამოგიძახებენ, ის დამაბრალებ. მაგასაც დაგაბრალებ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე ვფიქრობ, რომ გულწრფელი საუბარი გამოვიდა. მე არ ვიცი, შეიძლება შენ ქონდა ამ კითხვებზე პასუხი გაცემული სხვა ინტერვიუში, მაგრამ ეს რუსთავი ორია, რუსთავი ორს თავის მაყურებელი ყავს და მე ვფიქრობ, რომ მათთვისაც გარკვეულწილად საჩუქარი იყო გიორგი არაბიძის ინტერვიუს შეთავაზება. ძალიან დიდი მადლობა და წარმატება პირად ცხოვრებაში, რასაკვირველია საკლუბო დონეზე და აუცილებლად სანაკრებო დონეზე, რომელიც მე ღრმად მწამს, რომ ძალიან მალე იქნება. გიორგი არაბიძე იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, მე ვფიქრობ ინტერვიუ შედგა, თქვენს კმაყოფილი დარჩით. მე პირადად კმაყოფილი ვარ, იმედია გიორგის კმაყოფილია და შესაბამისად მე უნდა დაგემშვიდობოთ ერთი კვირის შემდეგ ჩვენ ისევ შევხვდებით ტელეკომპანია რუსთავი ორის ეთერში და რასაკვირველია ისევ შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს. ამიტომ ნახვამდის ერთი კვირით გემშვიდობებით. კვირას
23 საათსა და 30 წუთზე. ალბათ ბევრ შობილს არ სიამოვნებს, როცა მის შვილს თუნდაც წარუგახეთქილს ხედავს რინგს. დედაჩემი და მამაჩემი სულ შრომაში იყვნენ და ისეთი მომენტი იყო, რომ ბაღის მერე ან ეზოში უნდა მეთამაშა მან, ან იქ და ერთი თვე ისე გავიდა ჩემ მშობლებმა, არ იცოდნენ რომ კრიზზე დავდივარ. ხო არ იყო რაღაცა ის მომენტი, რომ მედალი რახან გქონდა, შეიძლება ცოტა მოდუნებული იყავი. ერთი წარბი გამეხა, მეორე წარბი გამეხა და გამიკერეს და ვითომ ნახევარფინალში თითქოს არ უნდა გავსულიყავ. ისედაც ყველა პატვის გზებდა და ამან კიდე უფრო გაამძაფრა ეს ყველაფერი. პირიქით ეგ ყველაფერი ჩემთვის ადრენალინი იყო და დარწმუნებული ვიყავი 1,000,000%-ით რომ მე მაგ ბრძოლას მოვიგებდი. ძალიან მაგარი დებიუტი იყო, ძალიან მაგარი გადაწყვეტილება იყო. ჩემი პროფესიონალური კარიერის ისტორია დაიწყო ჩემს ქალაქში. ჩვენი მიზანი იქნება რომ გავხდეთ პირველ რიგში ერთ ვერსიაში მსოფლიო ჩემპიონი, მერე მეორე, მესამე, მეოთხე და გავხდეთ აბსოლუტური ჩემპიონი. ჩემპიონები რუსთავი 2-ზე.